მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. მალე გურიაში რადიო დაიწყებს ფუნქციონირებას. 1 ივნისიდან მსმენელს საშუალება ექნება რადიო გურიას მოусმინოს. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ჩვენ ახლა ანასეულში ტელერადიო ანზასთან ვიმყოფებით. აქ სამონტაჟო სამუშაოები უკვე დასრულდა და მთავარი იწყება. ის რაც წლების მანძილზე ბევრი გურულისთვის მხოლოდ სურვილი იყო, რეალობად იქცევა. სულ მალე 1 ივნისს, როდესაც თქვენს რადიო მიმღებებს მომართავთ, გაიგონებთ ხმას, რომელიც ყველა თქვენგანს ეკუთვნის. გურიას მალე საკუთარი რადიო ექნება. რადიოს დამფუძნებლებისთვის მთავარი პრიორიტეტი რეგიონის განვითარება და მოქალაქეების აქტიური ჩართულობაა. სივრცე ყველასთვის, ასე უწოდებს ჯაბა გველებიანი რადიო გურიას. მისი თქმით, ის გახდება პლატფორმა, სადაც მსმენელი სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს, ხოლო საკუთარი აზრის დაფიქსირება ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. რადიო გურიას შექმნის იდეა უკავშირდება საჭიროებას, რომ რეგიონში არსებობდეს კიდევ ერთი პლატფორმა, სადაც ჩვენს მოსახლეობას და სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ინფორმაცია და აფიქსირონ საკუთარი აზრი და ამ ფორმით მიიღონ მონაწილეობა რეგიონის განვითარებაში. ეს იქნება სივრცე ყველასთვის, ახალი ამბებით, საინტერესო გადაცემებით და შესაძლებლობით, რომ დაისვენოთ ჩვენთან ერთად. რადიოს შექმნის იდეა გურიაში სხვადასხვა ადამიანს თუ ადამიანების ჯგუფს წლების განმავლობაში ჰქონდა. თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა. წელს კი საკმაოდ დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად მიზანი მიღწეული იქნა და საბოლოოდ გურიაში დამოუკიდებელი, საკმაოდ მრავალფეროვანი რადიო დაიწყებს ფუნქციონირებას. გარდა შინაარსობრივი მრავალფეროვნებისა, რადიო გურიას ტექნიკური უპირატესობაც ექნება. ის მძლავრი სიგნალით დაფარავს რეგიონს, სადაც სხვა რადიოსადგურების დაჭერა დღემდე საკმაოდ ჭირს. ამ მიზნით სამონტაჟო სამუშაოები განხორციელდა ოზურგეთის, ჩოხატაურის და ბახმაროს რადიო ანძებზე. გურიის რადიო არ არის ერთი ადამიანის რადიო, ეს არ შეიძლება იყოს მარტო ჩემი ან ჩვენი გუნდის იდეა, ეს არის ყველა იმ გურულის, ყველა იმ გურიაში მაცხოვრებლის იდეა, ვისაც სურს, რომ გურიაშიც იყოს ადგილობრივი რადიო. ბევრის, რა ვიცი, ოცნება ბევრის სურვილი იყო ეს და მე მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო აი ამ კოლექტიური სურვილის რაღაც თავმოყრა და ამისი ცხოვრებაში განხორციელება. ჩვენ გვაქვს საკმაო გამოცდილება მედიაში მუშაობის, გურია TV 10 წელია უკვე დამოუკიდებლად ეთერშია და ამ გამოცდილებამ გუნდმა, რომელიც აქ მუშაობს, გადაგვაწყვეტინა ის, რომ ჩვენი გამოცდილება, ჩვენი ძალა, ჩვენი რესურსი ყველანაირი ადამიანური, ფინანსური, ტექნიკური ჩაგვედო იმაში, რომ გაგვეკეთებინა რადიო გურია და მიხარია, რომ ეს შრომა, რომელიც დღეს არ დაგვიწყია და დღეს არ დასრულებულა, დიდი შრომა ჩაიდო ამაში. დღეს უკვე ფინალურ ეტაპზე ვართ, უკვე პირველი ხმები მოვისმინეთ ჩვენს ეთერში. ჩვენი რადიო იმით იქნება მნიშვნელოვანი, რომ საკმაოდ ძლიერი სიგნალი ექნება. ეს არის ანალოგიური სიგნალი, უფრო ადვილად ხელმისაწვდომი. პირველი ტალღა, რომელსაც თქვენი რადიო მიმღები დაიჭერს, ეს იქნება რადიო გურია. ეს იქნება პირველი და ყველაზე ძლიერი ტალღა. დამფუძნებლების და გუნდის წევრების ძალისხმევით რადიოს სამოუწყებლო ბადე საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება. აქ მსმენელს დახვდება ობიექტური და განახლებადი საინფორმაციო გამოშვებები, შემეცნებითი და ანალიტიკური პოდკასტები, გადაცემები სპორტსა და კულტურაზე, ხარისხიანი და სასიამოვნო მუსიკა, ყველა ჟანრის მოყვარულისთვის. აქვე საკმაოდ ფართო ადგილი დაეთმობა გურულ ფოლკლორს. 94 და 5 ოზურგეთში, 93 და 3 ჩოხატაურში და 98 და 3 ბახმაროში. ეს ის სიხშირეებია, რომელზეც მსმენელი რადიო გურიას დაჭერას შეძლებს და რომლის სიგნალიც ხარისხიანი და სრულყოფილი იქნება. გურიას სრული დატვირთვით ეთერს 1 ივნისს შემოუერთდება და ყველა მსმენელის თანამოაზრე და უცვლელი თანამგზავრი გახდება. მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი მომავალ კვირაში იმსჯელებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს და სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს.
ის მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის სტატუსსაც მიიღებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძია წარდგენილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტის საკანონმდებლო ცვლილებებს მომავალ კვირაში დაამტკიცებს. შეიძლება დავიჯეროთ, რომ მდიდარაძე დააკლათ როგორც სპიკერად, იმიტომ რომ მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან პოლიტიკური სპიკერები ფაქტობრივად არ ყავთ და ლამის ყველა დებატზე პრემიერ-მინისტრი დადის უშუალოდ. მაგრამ ის რომ ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს სხვადასხვა თანამდებობაზე, საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი არ ყავს ქართულ ოცნებას და ამიტომ ეხლა რაში და მოტივები იყო მისად განმოყანეს ამის გამოცნობა რთულია. საბოლოო ჯამში შედეგი გვაჩვენებს და დავაკვირდეთ აქ განვითარდება მოვლენები, მაგრამ სამწუხაროა, რომ 16-14 რამდენი წელი უკვე ხელისუფლებაში არიან, იმით მთავრდება მათი მმართველობა, იმედია მალე დამთავრდება, რომ ხალხი ამოეწურათ და კომპეტენტური ადამიანები არ ყავთ სხვა თანამდებობაზე. დღევანდელი მართვის მოდელი, რაც არის შემოთავაზებული ოცნების მხრიდან, ეს არის მართვის მოდელი, სადაც ერთადერთი სუვერენი არსებობს ბიძინა ივანიშვილის სახით, სხვა თანამდებობის პირები გვარს და სახელებს საერთოდ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არაფრის გადამწყვეტი არც ერთი პოლიტიკის მიმართულებით არ არიან, რაც არ უნდა გვარწმუნონ ეხა ოცნების პოლიტიკურმა სახეებმა, რომ ეს არის რაღაცა მაკოორდინირებელი ჯგუფის ხელმძღვანელი პირი, სახელმწიფო მინისტრი, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მსგავსი ტიპის თანამდებობების შემოღებით არის პენსიაზე გაშვება ადამიანების, რომლებიც მერე საერთოდ პოლიტიკიდან მიდიან. და ის ფეიქ თანამდებობა, რომელიც შემოგთავაზეს თითქოს რაღაც მაკოორდინირებული ფუნქცია უნდა შეასრულოს, საერთოდ ღიმილის მომგვრელია ძალიან მარტივი მიზეზის გამო. არ მგონია ეხა სულხან თამაზაშვილს და გეკა გელაძეს შუაში პოსტალიონი ჭირდებოდეთ ერთმანეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ივანიშვილმა პროტოკოცებისგან ამოიღო ფული, ამოღების სამსახურის უფროსი კი მოისროლა. მამუკა მდინარაძე მოისროლა ივანიშვილმა და თავისი ხელით ჩაწერა მომავალ დასაჭერთა სიაში. კარტელურ გარიგებებთან დაიწყო დინარაძემ ბრძოლა. რატომ გაიზარდა ქართულ ხალხს პროდუქციაზე ფასები? რატომ არის გაჭირვება ქვეყანაში? ხომ არ დგას ამ ყველაფრის უკან ქართული ოცნების ჯიბე? კი, ნამდვილად ასეა. კი, მამუკა მდინარაძე დღეს იმიტომ აღარ არის სუსის უფროსი, რომ ივანიშვილს ასე სურს. რასაც ჩვენ ხედავთ განცხადებიდან ჩანს ის, რომ თქო რაღაცა ტიპის კოორდინაცია იქნება მაღალი რანგის ხელმძღვანელის მხრიდან იმ უწყებებზე, რომელ უწყებებსაც ჩაბარებული აქვთ ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო თუ საშინაო მიმართულებით და როგორც ჩანს დაინახეს ასე ტიპის უფრო მეტად დაცვის საშუალება ამ ცვლილებებით, ყოველ შემთხვევაში განცხადებიდან ეს ჩანს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თუ ამ მიმართულებით არის ეს და რასაც ხედავთ ამ მიმართულებით არის უნებრივია, რომ ჩვენ გვექნება პოზიტიური გზავნილები. მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, რომ მამუკა მდინარაძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში, ხოლო მეორე მხრივ კოორდინაციის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის ახალი სახელმწიფო მინისტრის პორტფელის შექმნა, რომელიც თვისებრივად უფრო გააუმჯობესებს კოორდინაციას ამ ორგანოებს შორის. კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ ეს კოორდინაცია უმნიშვნელოვანესია, როდესაც ასეთი გეოპოლიტიკური ძვრები ხორციელდება და ასეთი გამოწვევები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ნაციონალურ მოძრაობას, რა თქმა უნდა, არ იქნება შესაძლებლობა, რომ დიდი ხნის განმავლობაში იზეიმოს, ძალიან კარგადაც ხვდებიან თუ რეალურად რა საკადრო ცვლილებები და რა გადაადგილებები მოხდა და მამუკა მდინარაძის ჩართულობა პოლიტიკურ აქტიურობას, რა თქმა უნდა, ერთიათად გააძლიერებს ჩვენ პოლიტიკურ გუნდს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგის ხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. ყურადღების ცენტრში 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მუნიციპალური ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები მოექცა. გარდა ამისა, ხდომაზე განიხილეს ქალაქში ინფრასტრუქტურული და კულტურული სიახლეები. ოზურგეთში ნაკაშიძისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი განთავსდება. პარალელურად კი საგზაო ნიშნების მოწყობის პროცესი დაიწყება. აღნიშნულ პროექტებზე დასკვნებს დარგობრივი კომისიები მოამზადებენ, რის შემდეგაც მათ საკრებულოს უახლოეს ხდომაზე დაამტკიცებენ. 2024 წლის 14 ნოემბრის აღწერის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3.929.000 ადამიანის შეადგინა. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქართველოს მოსახლეობის 52% ქალია, 48% კი კაცი.
აღწერა მაჩვენა, რომ მოსახლეობის 62% ქალაქებში ცხოვრობს. საქართველოს მოსახლეობაში ყველაზე მაღალია 35-დან 39 წლამდე ასაკობრივი ჯგუფების მოსახლეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში. კერძოდ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ქალების რიცხოვნობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რიცხოვნობას. 2024 წლის აღწერის მონაცემებით თბილისში 1.331.000 ადამიანი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 34% შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები. აღსანიშნავია, რომ აღწერის ამ მაჩვენებლებში მოიაზრება როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქართველოს მოსახლეობის 62%, ესე იგი 2.442.000 კაცი ცხოვრობს საქალაქო ტიპის დასახლებებში, ხოლო 38% 1.487.000 კაცი ცხოვრობს სასოფლო ტიპის დასახლებებში. საქართველოს მოსახლეობის 48%-ს შეადგენს კაცები, ხოლო 52%-ს ქალები. დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე ქალაქ თბილისის მოსახლეობის რაოდენობამ 1.321.485 კაცი შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ს შეადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დაადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიურად ძალადობდა დედაზე, ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ პირი ბრალდებული სახით დააკავა. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა, რეალიზაციის, ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდიან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში მეოთხე ტურის მატჩები გაიმართა. ოზურგეთის მერცხალმა საკუთარ მოედანზე ვიტ ჯორჯია 2 უმასპინძლა. შეხვედრა ოზურგეთელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 2-0. გოლები კოკა შენგელიამ და თენგიზ ალიევმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით მერცხალი მეოთხე ლიგაში კიდევ უფრო დაწინაურდა და 9 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ჩოხატაურის ბახმაროს, იგი სტუმრად ბორჯომთან დიდი ანგარიშით 4-1 დამარცხდა. ბახმაროს კიდევ 3 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურის მატჩები 30 აპრილს გაიმართება. მერცხალი სტუმრად გაგრა 2-ს შეხვდება, ხოლო ბახმარო ტორპედო 2-ს უმასპინძლებს. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება. მაღალმთიან რაიონებში ზვავ საშიშროება. რაც შეეხება კონკრეტულ ქალაქებს, ოზურგეთში ხვალისთვის მოსალოდნელია წვიმა და 10 გრადუსი სითბო. რაც შეეხება ჩოხატაურს, აქ სინოპტიკოსები ვარაუდობენ 11 გრადუს სითბოს და ასევე წვიმას. ლანჩხუთში დაფიქსირდება 12 გრადუსი და იწვიმებს. რაც შეეხება ურეკში ტემპერატურა უფრო მაღალი იქნება და 15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო ბახმაროში ტრადიციულად დაბალი იქნება ტემპერატურა და 7 გრადუსიან ავარაუდები. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, თბილისში ხვალისთვის გამოცხადებულია 18 გრადუსი სითბო. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდით.